government to create a document which reflects its vision, its attitude, work for the effective protection of human rights and liberties. Ამ სტრატეგიის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, რა თქმა უნდა, შედეგი, რომელსაც ქვია თანამედროვე ტიპის ერის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ჩვენი ქვეყნისა. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა, მაგრამ აგრეთვე პრიორიტეტია და ამას ხაზს უსვამს სწორედ ბატონი პრემიერის გამოსვლა და დღევანდელი ესეთი მრავალრიცხოვანი შეხვედრა, აგრეთვე თანაბარი თუ არა მეტი მნიშვნელობის პრიორიტეტია ადამიანის უფლებები, რადგან სწორედ ის ქვეყნები არიან ევროპული ქვეყნები, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული. დიდი მადლობა ეკუთვნის იმ უწყებათა შორის საბჭოს, რომელმაც თვეების მანძილზე იმუშავა ინტენსიურად ამ დოკუმენტის შექმნაზე. პირადი მხარდაჭერა გამოუცხადა, როგორც ქალბატონმა თამარმა თქვა, ამ სტრატეგიულ დოკუმენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მადლობა ეკუთვნის იმ ადმინისტრაციას, რომელიც ამ დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობდა. პირადი მადლობა ეკუთვნის ქალბატონ თამარს, ბატონ გოჩალოვ-ქიფანიძეს, ძალიან ბევრ ადამიანს და რაც თავია ბატონ თომას ჰამარბერგს, რომელმაც კეთილი მრჩევლის, ობიექტური მრჩევლის როლი ითამაშა ამ პროცესში. ჩვენის გუნდი ვართ, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს ვიბრძოდით. მე პირადად 10 წელი ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში და სწორედ იმ საქმეებზე ვწერდი განაჩენებს, რომლებიც საქართველოდან შემოდიოდა და ეხებოდა მასიურ დარღვევებს წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებების. ჩვენს პარლამენტში მმართველი კოალიციის გუნდის წევრები, დეპუტატები არიან ყოფილი ადვოკატები, რომლებიც სტრასბურგში ასაჩივრებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე სამაგალითო შემთხვევებს და იცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენს მთავრობაში არის ყოფილი ომბუდსმენი, რითაც ყველაფერია ნათქვამი, როდესაც მთავრობა თავის პრიორიტეტად აქცევს ადამიანის უფლებებს ქვეყანაში. ადამიანის უფლებები რა არის, ხშირად ისმის ეს ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან. მე გავიხსენებ მხოლოდ იმ ფუნდამენტურ უფლებებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში არის ჩამოთვლილი და რაზეც სტრასბურგის სასამართლო მუშაობს და რაც სახელმძღვანელოდ აქვს გახდილი ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს დღეს. ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სიცოცხლის უფლება, რომელიც არ არის აბსოლუტური, ხანდახან ის ირღვევა სამწუხაროდ, მაგრამ მაშინ მსხვერპლს უჩნდება მეორე პროცედურული ხასიათის უფლება, რომ დანაშაული იქნეს სიცოცხლის უფლების დარღვევის შემთხვევა გამოძიებული და დამნაშავე დაისაჯოს ადეკვატურად. ეს არის სწორედ ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება. ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, წარსულში ბევრი ცუდი მაგალითი იმისა, თუ როგორ ირღვეოდა ციხეებში ადამიანის უფლებები და ამას ითვალისწინებს სწორედ ევროპული კონვენციაც. დღეს ჩვენი მთავრობის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ თუ კი ჩემი ყოველდღიური საქმიანობა სტრასბურგის სასამართლოში იყო ხოლმე პატიმრების 10-დან 20 საჩივრამდე საშუალოდ, რომელსაც იმ დღესვე ვიხილავდით და ჩემმა კოლეგებმა იციან ამას დროებითი ღონისძიება ერქვა და მთავრობას მიუთითებდით უცხოეთიდან, რომ შედით ციხეში და მედიკამენტი მიეცი პატიმარს ან გაუკეთე ოპერაცია. დღეს არც ერთი, ხაზს უსვამ, არც ერთი ასეთი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში აღარ შედის. კმარა თუ არა ის იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ ადამიანის უფლებები უკვე არის ჩვენს ქვეყანაში დაცული, ალბათ არა და სწორედ ამიტომ ჩვენი მთავრობა, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, მზად არის, რომ საკუთარ პრიორიტეტად აქციოს ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენს ქვეყანაში. ამას რა თქმა უნდა ყველა მივესალმებით, ყველას მადლობა ეკუთვნის მომავალი დახმარებისთვისაც, რადგან ამას ჩვენ გარეშე დახმარებისთვის ისეთი სწრაფი ტემპით დახმარების გარეშე ისეთი სწრაფი ტემპით ვერ გავაკეთებთ, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებრივ მომენტამდე, როგორიც იქნება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. მადლობა არასამთავრობო სექტორს, რომლისგანაც გვაქვს მზაობა, რომ კიდევ მეტი შენიშვნები თუ შემოთავაზებები მივიღოთ. ათმის წერტილზე და ჩვენთვის ათმის წერტილი ეს არის ცხოვრების რეალიზების იდეას და განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების გრძელს თუ როგორია ადამიანის უფლებების მდგომარეობა დღეისათვის საზოგადოების ადამიანის უფლებების თავობაზე კომპაქტი ის
მიღებული უნდა იქნას